წარმოუდგენელი ამბავი კაცზე, რომელიც ცალი თვალით ლაპარაკობდა. ჩაკეტილი ადამიანის სინდრომი, ეს არის მდგომარეობა, როცა აბსოლუტურად მთელი სხეული პარალიზებულია და ერთადერთი რითიც შეგიძლია კავშირი დაამყარო გარის ამყაროსთან, თვალის დახამხამება. რეალურ ამბავზე დაფუძნებული ფილმის „სკაფანდრი და პეპელა“ სწორედ ამ სინდრომის მქონე ადამიანის, ჟან დომინიკ ბობის შესახებ გვიყვება. ის ინსულტმა 43 წლის ასაკში დატოვა პარალიზებული. მიუხედავად ამისა, მან მოახერხა და დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც მაშინვე გახდა ბესტსელერი. აი როგორი იყო წერის პროცესი. 2 დახამხამება ნიშნავს არას, 1 კის. მისი ასისტენტი კლოდ მენდიბილი უკითხავდა სპეციალურად დაალაგებულ ანბანს, სადაც ასოები არა ანბანური თანმიმდევრობით, არამედ ფრანგულ ენაში გამოყენების სიხშირის მიხედვით იყო დაალაგებული. როცა კლოდი საჭირო ასოს წარმოთქვამდა, ჟან დომინიკი ერთხელ ახამხამებდა თვალს. თუ ასისტენტს ასო შეეშლებოდა ან არასწორ სიტყვას ჩაწერდა, ჟან დომინიკს ორჯერ უნდა დაეხამხამებინა თვალი. წაეშალათ ყველაფერი და თავიდან დაიწყოთ. საშუალოდ 1 წუთში მხოლოდ 9 სიტყვას წერდნენ. წარმოიდგინეთ, ერთი წინადადების დასაწერად საათები სჭირდებოდათ. 120 გვერდიანი წიგნის დასასრულებლად ჟან დომინიკს 200,000-ზე მეტი დახამხამება დასჭირდა. წიგნის დასრულებიდან 10 დღეში ის პნევმონიით გარდაიცვალა, მაგრამ დატოვა შედევრი, რომელიც დღემდე მილიონობით ადამიანს აძლევს ძალას.